მოგესალმები, მადლობა რომ გვერთვებით. Გითხარით რა იყო თქვენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პირველ რიგში სასამართლოსი და შემდეგ თავად ამ ბრალდებაზეც რომ ვილაპარაკოთ. კი ბატონო, მოგესალმებით, მეც პირველ რიგში გეტყვით, რომ არ დასრულებულა პროცესი და ვერ მივედით მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპამდეც კი, იმიტომ რომ საკმაოდ ასე ვთქვათ, სიღრმისეული განხილვები მქონდა თითოეულ საკითხთან დაკავშირებით და გადაიდო პროცესი 24 თებერვლისთვის. რასაც მე დავებიან არის იგივე, რასაც თქვენც უსვამდით ხაზს, რომ მე 10 დეკემბერს მივედი და პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირი ხელოვნურად გადავკეტა, როდესაც მოქალაქეთა რაოდენობა ამის საფუძველს არ იძლეოდა. დიახ, და რეალურად რა არის, რა მოხდა, მარიამ, ამ დღესთან დაკავშირებით, 10 დეკემბერს როდის მიხვედით, რა ხდებოდა, შეგიძლიათ გაიხსენოთ? კი ბატონო, რა თქმა უნდა, მაგ დღეს მე თავდაპირველად ვიმყოფებოდი გალერეა თბილისში, რამდენიმე საქმე მქონდა მოსაგვარებელი და შემდეგ ჩემს მეგობარს, რომელიც ასევე ჟურნალისტი არის, შევხვდი პიონერთა სასახლესთან დაახლოებით, მივესალმეთ ერთმანეთს და ბოლოს ერთად დავიძარით პარლამენტისკენ, როდესაც უკვე დავინახეთ, რომ უშუალოდ გზისავალი ნაწილი ადამიანებს ჰქონდათ, მოქალაქეებს ჰქონდათ გადაკეტილი, უკვე პროტესტი, საპროტესტო აქცია დაწყებული იყო, აქტიურ ფაზაში იყო გადასული და მეც მივედი და იქ დავდექი, თან ჩემს მეგობარს ვეხმარებოდი იმ პროცესშიც, რომ დავყვებოდი რესპონდენტების ჩასაწერად, ასე ვთქვათ. ხალხის რაოდენობა ნამდვილად არ იყო ცოტა, საკმაოდ ბევრი ხალხი იყო და ნამდვილად ჩემთვისაც და ობიექტურადაც ჩემი აზრით აღქმადი ვერანაირად ვერ იქნებოდა და ვერ ჩავთვლით, რომ არასაკმარისი რაოდენობა იყო გზის გადაკეტვისთვის. თანდაც ისიც ანუ თქვენ გადაკეტილი დაგხვდათ უკვე ეს გზა და შეუერთდით ამ ადამიანებს, ხო? ანუ თქვენი მეშვეობით არ გადაკეტილა რუსთაველის გამგზირი თავდაპირველად. დიახ, კი, ზუსტად ასე არის, ანუ პატრულ ინსპექტორებიც კი არ იდგნენ იქ, როგორც წესი ხოთ განახოლმე ტროტუარზე, რომ არ გადაგატარონ თუ კი საკმარისი რაოდენობა არ ხართ. არავინ იქ არ იდგა, საპატრულო პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა უკვე რუსთაველი თვითონ, ანუ უკვე მანქანები იქით აღარ მოძრაობდნენ ხალხისკენ და არავის მითითება არც ჩემთვის, არც სხვებისთვის არ მიუცია, რომ ჩვენ რაიმე კანონს ვარღვევდით და მცდელობაც კი არ ყოფილა, რომ თუ ისინი თვლიდნენ, რომ ჩვენ კანონს არ ღვევდით, მართ წესრიგი აღედგინათ, ჩვენთვის მოეწოდებინათ, რომ დაგვეტოვებინათ ტროტუარი და ასე ვთქვათ, სვლა გზის სავალ ნაწილზე მანქანების აღედგინათ. აი ვითარება იყო ასეთი, როდესაც მე იქ მივედი. და მარიამ, თქვენ ახსენეთ მტკიცებულებების გამოკვლევა, სადამდეც ვერ მივიდა, ხო, პროცესი დღევანდელ სხდომაზე. არის თქვენთვის ცნობილი რა მტკიცებულება შეიძლება ჰქონდეს გამოძიებას თქვენს წინააღმდეგ? კი ბატონო, სასამართლომდე რა მტკიცებულებებიც გაგვიზია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქ უბრალოდ ჩანს, რომ მე ვდგავა რუსთაველის გამზირზე 9-5 წუთზე. და არის ასევე ცოტათი ფართო კადრი, სადაც ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტრო რითიც ცდილობს დაადასტუროს, რომ მოქალაქეთა რაოდენობა არ არის საკმარისი. დღეს კიდევ წარმოადგინეს ახალი მასალა, რომელსაც ჯერ არ გავცნობი ვართ, მაგრამ როგორც თქვეს, ეს კიდევ უფრო ფართო ხედს აჩვენებს. მათი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ მხოლოდ ეს ხელოვნურად გზის გადაკეტვა არ ნიშნავს მაინც და მაინც იმას, რომ გადაკეტვის მომენტში შენ მიიღე ამ უკანონო ქმედებაში მონაწილეობა და რაც არის ძალიან ასე ვთქვათ, საგაგაშო შეიძლება იყოს, ხო? იმიტომ რომ ფაქტობრივად დღეს რა პოზიციაც ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამის მიხედვით გამოდის, რომ ნებისმიერ თუ კი თავდაპირველად ხელოვნურად გადაიკეტა გზა, შენ როცა მერე მიხვედი რამდენიმე წუთის შემდეგ თუ ნახევარი საათის შემდეგ თუ 1 საათის შემდეგ და დადექი იქ უკვე შეერთებაც კი შეიძლება მიიჩნიოთ ხელოვნური გზის გადაკეტვა. ანუ მარტო აქტიურ ქმედებაში კი არა, გაგრძობითად მოჰყავთ ეს ქმედება და ამაზე აპელირებენ. რაც შეეხება ზეთხეთს, ამით მე რამდენჯერმე დამისვეს კითხვა, რომ მქონდა თუ არა შესაძლებლობა ტროტუარზე დავდგარიყავი და მე ამაზე ანუ გულში გამეცინა მართლა და ვუთხარი კიდეც, რომ ეგ შესაძლებლობა მე 100,000 ადამიანი როცა დგას რუსთაველის გამზირზე და აპროტესტებს, მაშინაც მაქვს ხოლმე, ხო? ანუ
მთელი როცა გზა გადაიკეტება, როგორც ტროტუარი, ისე გზისავალი ნაწილი არის პროტესტის გამოხატვის სივრცე. შესაბამისად, მე უკვე გადაკეტილ გზაზე, გზისავალ ნაწილზე დავდგები თუ ტროტუარზე დავდგები, ეს ჩემი გადასაწყვეტია და 100,000-იან აქციებზეც ტროტუარზეც ვდგარ ვარ და გზისავალ ნაწილზეც მიუხედავად იმისა, მე როდის მივედი. ამიტომ საკმაოდ ისეთი პრობლემური პოზიციები დაფიქსირდა დღეს სასამართლო პროცესზე და ფიქრობ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი განვითარება შეიძლება მოყვას ამას, იმიტომ რომ გამოდის რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც მივა ხო აქციებში მონაწილეობის დროს ვალდებული იქნება რომ დაადგინოს ზუსტად რომელ წუთზე გადაიკეტა გზა, როცა გადაიკეტა საკმარისი იყო თუ არა რაოდენობა, თანაც საკმარისი რა არის ეს დადგენილი არ არის ხო კანონში არ წერია. და მე რო შეუერთდება, მაშინაც ითვალოს თავები, მიუხედავად იმისა, საპატრულო პოლიცია მითითებებს იძლევა თუ არა, საპატრულო მანქანებს გზა უკვე გადაკეტილი აქვთ თუ არა. ანუ მე მართლა გულწრფელად ვეკითხებოდი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, რომ ის რომ პროტესტის მართვა ხო, შეკრების მართვა ხო, სამართალდამცავების ვალდებულებაა, წესრიგის აღდგენაც ხო მათი ვალდებულებაა. ისინი თუ ამას არ აკეთებენ, ხო, მე თუ მივდივარ ადგილზე და ისინი არ მეუბნებიან, რომ კანონი ირღვევა, არავის არ ეუბნებიან ამას, თვითონ აქვს გადაკეტილი, მაშინ თუ ისინი საკუთარ მოვალეობას არ ასრულებენ სათანადოდ, მე რატომ ნაკისრებენ პასუხისმგებლობას ამისთვის? ანუ ეს ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია და პრობლემური იმიტომაც არის, რომ ეს ნებისმიერი აქციის მონაწილეს ხო, რომელიც თუნდაც მომდევნო დღეებში გავა აქციაზე, გაუჩნდება იმის გაცდა, რომ შეიძლება ამის გამო დაჯარიმდეს, ხო? თანაც ჩემ დროს მე გამიმართლა, ასე ვთქვათ, ხო, თუ შეიძლება ამას გამართლება ეწოდოს და სანამ ახალი კანონმდებლობა ამოქმედებოდა, მანამდე მოხდა ჩემ მიერ ეს გზის ხელოვნურად გადაკეტვა, რასაც მე დავებიან და 500 ლარი იყო მაშინ ჯარიმა. ახლა არის 5,000 ლარი, ხო? გაცილებით უფრო მძიმე ტვირთი არის ეს და ამას შეიძლება ნამდვილად მსუსხავი ეფექტი იქონიოს. და და მსუსხავ ეფექტს კიდევ რაც აქვს ხოლმე გავლენა ზოგადად არის ის, რომ უფლების რეალიზების საშუალებას გვართმევს. ადამიანები ვეღარ შეძლებენ თავიანთი გამოხატვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლებით სარგებლობას და ბუნებრივია რომ ეს საკმაოდ პრობლემურია. მარიამ, თქვენ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი ხართ და დამეთანხმები ალბათ, რომ სამწუხარო, მაგრამ სამოდროულად საინტერესო გამოცდილება არის ახლა ის, რაზეც ლაპარაკობთ, ხო, საერთოდ უშუალოდ შიგნიდან აი ამ პროცესის დაკვირვება და რაღაც შეჯახება სისტემასთან იმ თვალსაზრისით, რომ თავადაც გაქვთ მრავალი კითხვა მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ჰქონდეს გამოძიებას თქვენს შესახებ. მადლობას გადაგიხდი, წარმატებას გისურვებთ, მარიამ. და დაგემშვიდობებით მარიამ მოსაშვილი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი საუბრობდა ჩვენს ეთერში.